ფაშისტური რეჟიმის ფიურერის შესახებ არაერთი ცნობაა გავრცელებული. განსაკუთრებით ინტერესს კი მისი ფსიქოტიპაჟი და სიკვდილის წინამდებარე პერიოდი. იგივე ბოლო დღეები იწვევს. როგორც ცნობილია, ნაცისტების ლიდერმა თავი 1945 წლის 30 აპრილს მოიკლა, ხოლო სიკვდილისინ ჰიტლერმა თავის მდივანს დაურეკა და ანდერძის ბოლო ვერსია უგარნახა. მართალია, ამ მოცულობითი დოკუმენტის პირველი ვერსია 1945 წლის 4 თებერვლით თარიღდება. ბოლოს სტრიქონები კი 26 აპრილს არის მიწერილი. მაგრამ სიკვდილის წინა დღეს ფიურერმა ტექსტში შესწორება შეიტანა. როგორც ცნობილია, ჰიტლერი პატივისცემას სტალინის მიმართ ხშირად გამოხატავდა. თავის უკანასკნელ ინტერვიუში, რომელიც მან შვეიცარიის ჟურნალისტ კურტ შპეიდერს მისცა, ფიურერმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომში სწორედ საბჭოთა ხალხი აღმოჩნდა ყველაზე ამტანი. თუმცა მისი აზრით ამ ხალხის იდეალიზირება არ ღირდა, რადგან მათში ძალიან ბევრი აზიატიური თვისება იყო. აქედან გამომდინარე, თავისი დიდი პატივისცემის მიუხედავად ფიურერს სავარაუდოდ არც სტალინი ეყოლებოდა იდეალიზირებული, თუმცა მას უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე იგივე ჩერჩილსა და რუზველტს. ჰიტლერის დამოკიდებულება მოწინააღმდეგებისა და პარტნიორების მიმართ ზოგადად ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჰიტლერს სტალინისგან განსხვავებით მოადგილე ჰყავდა რუდოლფ ჰესი, რომელიც გერმანიაში განსაკუთრებულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ განყოფილების მოვალეობაში ადამიანების ფიზიკური თვისებების და მათი სისუსტეების შესწავლა შედიოდა. ცნობილია, რომ სტალინის პიროვნებაზე დასკვნის გაკეთების შემდეგ ჰესის თანამშრომლება შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მათი ერთი ნაწილი თვლიდა, რომ სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ სვლა აღმოსავლური დესპოტიზმის მიმართულებით დაიწყო, ხოლო სხვები მიიჩნევდნენ, რომ საბჭოთა ლიდერი არ ამჟღავნებდა ეროვნულ თვისებებს და ინტერნაციონალი იყო. თავად ჰესი კი შემონახული დოკუმენტების მიხედვით მეორე თვალსაზრისს უფრო იზიარებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან ამაში ჰიტლერის დარწმუნება ვერ შეძლო. ჰიტლერის დამოკიდებულება იოსებ ჯუღაშვილზე, სტალინზე. იმის მტკიცებულება, რომ ჰიტლერი სტალინს აღმოსავლეთის დესპოტად თვლიდა, უამრავია. მაგალითად, საბჭოთა ლიდერის გვარს, სტალინს. იმ დროს გერმანიაში მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში იყენებდნენ. არაოფიციალურ საბუთებში და ჰიტლერთან დაახლოებულ წრეში მას ყოველთვის ქართული გვარით ჯუღაშვილით მოიხსენიებდნენ. და ეს იმის მიუხედავად, რომ გერმანელისთვის ჯუღაშვილი უფრო რთულად გამოსათქმელია, ვიდრე სტალინი. 1939 წელს ჰიტლერი და მისი გარემოცვა რაღაც ფილმს უყურებდა, რომელშიც რამდენიმე კადრში სტალინის გამოჩნდა. ბორმანი მოგვიანებით წერდა. ფილმის დასრულების შემდეგ ფიურერმა უეცრად აღნიშნა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ლიდერი მას რაღაცით აზიური ჯიშის ძლიერ მხეც ახსენებდა.